ხომ იცით, ზოგჯერ მარშრუტი უბრალოდ გზა არ არის. ის იდეაა. დღეს ჩვენ ვყვებით ერთ პროექტზე, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო საფეხმავლო ბილიკი. ეს არის კულტურული და სოციალური განაცხადი, რომელიც პირდაპირ ბუნებაში, მთებსა და ხეობებშია ჩაწერილი. საინტერესოა, არა? მოდით ჩავუღრმავდეთ. ყველაფერი, აი ამ რიცხვით იწყება. 128 კილომეტრი. ერთი წამით დაფიქრდით ამ მანძილზე. ეს უბრალოდ ციფრი არ არის. ეს არის ხაზი, რომელიც აკავშირებს არა მხოლოდ წერტილებს რუკაზე, არამედ აკავშირებს თაობებს, მივიწყებულ ისტორიებს და ერთ დროს დაშორებულ საზოგადოებებს. და ამას დაუმატეთ 5670 მეტრზე მეტი სიმაღლის საკრეფა. რომ წარმოიდგინოთ, ეს თითქმის იგივე რაც მონბლანის მწვერვალზე ასვლა და კიდევ ცოტა მეტიც. ანუ ეს ნამდვილად არ არის უბრალო გასეირნება, ეს არის გამოწვევა, ნამდვილი ეპიკური მოგზაურობა, რომელმაც ფიზიკურ გამძლეობასთან ერთად რაღაც უფრო ღრმას, მიწასთან და მის ისტორიასთან სულიერ კავშირსაც კი მოითხოვს. და აი მივადექით პროექტის გულს, მის მთავარ ფილოსოფიას. რა მოხდება თუ მთებს, რომლებსაც ხშირად ბარიერება დაგვექვამთ, სულ სხვეთვარით შევხედავთ, როგორც დამაკავშირებელ ხიდებს. აი, ეს არის ზუსტად ის იდეა, რომელიც მთელ ამ მარშრუტს გასდევს. პროექტის ავტორის, ჟოან ელიეს ანდრესის ეს სიტყვები ყველაფერს ამბობს. ეს ბილიკები იმისთვის კი არ არის, რომ საზღვრები გაავლოს, არამედ იმისთვის, რომ არსებული საზღვრები წაშალოს. მაშ, მოდით მარტივად ვთქვათ, რა არის ტური ვალს დე ლა მარინა. პრაქტიკულად რომ შევხედოთ, ეს არის 6 დღიანი თავგადასავალი, რომელიც 8 ისტორიულ ხეობას კვეთს. მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად მეტია. წარმოიდგინეთ მოძრავი მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც ყოველი თქვენი ნაბიჯი ახალი ექსპონატია. იქნება ეს უძველესი ციხე-სიმაგრე, მიტოვებული თოვლის ჭა, თუ ლეგენდა, რომელსაც მხოლოდ ადგილობრივებისგან მოისმენთ. იმისთვის, რომ ამ პროექტის არსს ბოლომდე ჩავწვდეთ, უნდა დავსვათ მთავარი კითხვა. რატომ შეიქმნა საერთოდ ეს მარშრუტი? დამიჯერეთ, პასუხი ისეთივე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც თავად ბილიკი. აი, სწორედ ამ სლაიდზეა პროექტის მთელი არსი. ეს არ არის რაღაც ტურისტული მარშრუტი, რომელიც ვიღაც უცხო მოიგონა. არა, ის დაიბადა იმ ადამიანების სიყვარულით, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს და სუნთქავს. მათ კი არ გაჭრეს ახალი გზები, არამედ მტვერი გადაწმინდეს იმ ძველ ბილიკებს, რომლებითაც მათი ბებია ბაბუების საუკუნეების მანძილზე დადიოდნენ. და მიზანი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს ღრმაა. ყოველი მოგზაურის ნაბიჯი იყოს არა მხოლოდ გავლის ხმა, არამედ პატარა მივიწყებული სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერა და ამ დიდი ისტორიის ნაწილად ქცევა. კარგი, საკმარისია თეორია. მოდეთ ახლა საქმეზე გადავიდეთ და ვნახოთ რა გასაოცარი და ზოგჯერ დაუჯერებელი ისტორიები იმალება ამ 128 კილომეტრიან გზაზე. აი, ეს არის ჩვენი მოგზაურობის რუკა. სრული წრე, რომელიც იწყება და მთავრდება შალოში, მაგრამ ამ წრეში მოქცეულია 8 უნიკალური სამყარო. თითოეული ეტაპი ახალი თავია, ახალი ხეობის საიდუმლო და ახალი ისტორია, რომელიც უბრალოდ ელოდება რომ აღმოაჩინოთ. და იცით რა არის ამ მარშრუტის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ? ის რომ აქ ლანდშაფტი ცოცხალდება ლეგენდებით. აი მაგალითად, საგინერის ისტორია. ეს იყო ადგილობრივი ბუა, რომლითაც მშობლები ურჩ-ბავშვებს აშინებდნენ, ვითომ ტომრიც მოიტაცებდა. ასეთი ამბები ამ ბილიკს არა უბრალოდ გზად, არამედ ცოცხალი ზეპირსიტყვიერების რუკად აქცევს. ახლა კი მოემზადეთ მართლა გასაოცარი დეტალი. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ამ მიყრუებულ ესპანურ სოფელში და ხედავთ ძველ ხის კარებს, რომლებიც დამზადებულია ამერიკული ფიჭვისგან. ადგილობრივები მას მობილას ეძახიან, იმიტომ რომ ეს ხე-ტყვე 1000 კილომეტრის გავლით პირდაპირ მობილი სპორტიდან ალაბამადან ჩამოჰქონდათ. ეს პატარა ხის დეტალი გვიჩვენებს, რომ ეს თითქოს და იზოლირებული ხეობები სინამდვილეში გლობალური სამყაროს ნაწილი იყო. ეს მარშრუტი ამავე დროს სოციალური ისტორიის საკმაოდ მძიმე და მტკივნელ ფურცლებსაც ეხება. გზად თქვენ წააწყდებით ფონტილესის სანატორიუმს, ევროპის უკანასკნელ მოქმედ ლეპროზორიუმს. მის გარშემო აღმართული კედელი არ იყო უბრალოდ ქვის კედელი, ის შიშის, სტიგმისა და იზოლაციის სიმბოლო იყო. და ადგილობრივების ფრაზა, რომ კედელი იმიტომ ააშენეს, რათა ჰაერი არ გაქცეულიყო, ამ ყველაფერს იმაზე უკეთ ხსნის, ვიდრე ნებისმიერი ისტორიის წიგნი. როგორც უკვე ალბათ ხვდებით, ეს პროექტი ბევრად სდება ერთი მოლაშქრის პირად გამოცდილებას. მოდით, ახლა კიდევ უფრო ფართო სურათს შევხედოთ და ვნახოთ რა გავლენა აქვს მას მთლიანად რეგიონზე.
აი ეს სქემა ძალიან კარგად გვიჩვენებს, რომ ეს ტური ბევრად მეტია ვიდეო ბილიკი. ეს არის ცვლილებების ინსტრუმენტი. ის იცავს კულტურულ მემკვიდრეობას, აცოცხლებს ძველ ტრადიციებს, ქმნის მდგრადი ტურიზმის მოდელს, სადაც თქვენი ფული პირდაპირ ადგილობრივ ოჯახურ სასტუმროებსა და კაფეებში მიდის და არა დიდი კორპორაციების ჯიბეში. და რაც ყველაზე მთავარია, ის ხელახლა მსკავშირებს სოფლებს შორის, რომლებიც დრომ და თანამედროვე ცხოვრებამ ერთმანეთს დააშორა. და ბოლოს მივადექით პროექტის ალბათ ყველაზე აქტუალურ და მწვავე თემას, ამ ბილიკის როლს ლანდშაფტის დაცვისთვის ბრძოლაში. აქ ვდგავართ გზაჯვარედინზე, სადაც ორი სრულიად განსხვავებული მომავალია. ერთ მხარეს არის უკონტროლო ურბანული სპეკულაცია, მაგალითად 500 ვილანი დასახლების პროექტი, რომელიც სამუდამოდ გაანადგურებს ამ უნიკალურ ლანდშაფტს, მეორე მხარეს კი არის სწორედ ასეთი პროექტები, რომელიც ცდილობს დაიცვას ეს ტერიტორია, დააფასოს სოფლის ცხოვრება და შეუნარჩუნოს მომავალ თაობებს, ის რაც ჩვენ დღეს გვაქვს. არჩევანი ჩვენზეა. ავტორის ეს სიტყვები მგონი კომენტარი ზედმეტია. ხანძრის შემდეგ ბუნებას აღდგენის უნარი აქვს, მაგრამ ბეტონის ქვეშ დამარხული მიწა სამუდამოდ შეუქცევადად დაკარგულია. ეს არის საბოლოო განაჩენი. და ბოლოს მინდა დაგტოვოთ ამ კითხვასთან, რომელიც ჩემი აზრით მთელი ამ პროექტის სულს იტევს. თუ ეს უძველესი ბილიკები საუკუნეების მანძილზე ფიზიკურად აკავშირებდა სოფლებს, იქნებ დღეს მათზე გავლამ ჩვენს დაგვაკავშიროს იმასთან, რაც ნამდვილად ღირებულია. ჩვენს ფესვებთან, ბუნებასთან და საბოლოო ჯამში ერთმანეთთან.